სახელითა მამისათა და დისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არსებობს დღევანდელი დღე არის უდიდესი დღესასწაული და მიუხედავად იმისა რომ ძალიან ერთ-ერთი უდიდესი ტრაგიკული მოვლენა მოხდა ამ დღეს მიუხედავად ამისა მაინც მოსალოცი დღეა და ეს მინდა გითხრათ რატომ დღეს კაცობრიობა ჩაიდინა უდიდესი ცოდვა და უფრო სწორედ ებრაელმა ხალხმა ჩაიდინა ძალიან დიდი ცოდვა ესე იგი ამ ცოდვას წინასწარ მინდა გითხრათ რომ ეწოდება ერის თვითლიკვიდაცია რატომ? იმიტომ რომ იოანე ნათლისმცემელი იყო ძველი აღთქმის ბოლო წინასწარმეტყველი და წინასწარმეტყველი ჩვენ კარგად არ ვისმის ეს სიტყვა რას ნიშნავს? დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ ეს იყო ისრაელის პატრიარქი რომელსაც თან მიცემული ჰქონდა ღვთისაგანი არა მარტო პატრიარქობის არამედ ეს თეოკრატიული ქვეყანა იყო და ფაქტიურად ეს იყო შეიძლება ითქვას პირველი პირი მიუხედავად იმისა რომ ისრაელს ყავდა მეფე მაინც ეს იყო თეოკრატიული ქვეყანა ეს იყო ქვეყანა რომელსაც ღმერთი მართავდა თავისი წინასწარმეტყველების თუ სხვადასხვა დროს აჯულების თუ პატრიარქების ხელიდან ეს იყო ფაქტიურად ბოლო პატრიარქი ისრაელის რომელსაც ისრაელის მეფემ იროდი ამოუტანა სასიკვდილო განაჩენი და შეიძლება ითქვას რომ ამ ძველი აღთქმის რჩეულმა ხალხმა თავისი ხელით დაიკეთა თვითლიკვიდაცია და ამით ძველი აღთქმა დამთავრდა საერთოდ აი იოანე ნათლისმცემლის ყველობით დამთავრდა ძველი აღთქმა და ამის შემდეგ უკვე ის ცხადია რომ ისრაელს ესე იგი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი აღარ ყოლია მეტი და უკვე იწყება აქედან ახალი აღთქმა ამის შემდეგ კიდე ჩაიდენს ისრაელი უდიდეს ცოდვას თვითონ იესოს გააკრაფჭოლზე მაგრამ ჩვენ უკვე ამ დღევანდელი დღიდან გადავდივართ უკვე ახალი აღთქმის პერიოდში. ამიტომ არის ეს მოსალოცი, რომ დამთავრდა ძველი აღთქმა და გადავდივართ ახალ აღთქმაში, მაგრამ ტრაგიკულია მისი დამთავრების ისტორია. რომ ებრაელმა ხალხმა ფაქტიურად რომელმაც ესეც ებრაელი ხალხის არჩევანი იყო საერთოდ მეფე რო აირჩიეს და მეფე რო უნდა ღმერთს ხოვდნენ და ღმერთი უნებოდათ რა თუ დადგინდათ მეფე მე ვარ ყველი მეფე ღმერთი უნდა არა მეფე გვინდა აი მეფის ყოლა საბოლოო ჯამში ესე დამთავრდა და ისრაელის ბოლო მეფე ესე იგი ჯერ იყო და ეს უდიდესი წინასწარმეტყველი არის პატრიარქი თავის ხელით მოუკრენა და ამის შემდეგ კი მე ბოლოს თვითონ მესია რომელიც მოვიდა ადამიანების გადასარჩენად გააკრეს ჯვარზე და შემდეგ ჯვარს მისას კრეცაბნელი ძველი აღთქმის ტაძრის კრეცაბნელი გაიყოლა და აი დღევანდელ დღეს იოანე ნათლისმცემლის ბრძოლასთან ერთად დამთავრდა ძველი აღთქმა და იწყება ახალი აღთქმა დაახლოებით რომ პარალელი რომ გავავლოთ რა თქმა უნდა ესეთი სიმძაფრით არა მაგრამ ჩვენ გამოვიარეთ ქართველებმა რაღაცა მსგავსი, როდესაც ქართველებმა თავისი ხელით მოკლეს საქართველოში როგორც იწოდებდნენ მაშინ იგურგინო მეფე ილია ჭავჭავაძე წმინდა ილია მართალი და პოეტმა ესე ბრძანა რომ წიწამურში რომ მოკლეს ილია მაშინ ეპოქა დამთავრდა აი დიდი ეპოქა დამთავრდა და აქ კი დიდი ეპოქა კი არა საერთოდ ძველი აღთქმის პერიოდი დამთავრდა და დაიწყო ახალი და აი ჩვენს ღმერთმა გამოგვიგზავნა აი ილია შემდგომ პერიოდში გამოგვიგზავნა კიდევ ერთი ილია შეგვინდო ალბათ ეს ცოდვა იმენია და აი ჩვენ გვყავს დღეს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე რომელსაც თავისი მტკიცე ხელით განუხრელად მიყავს ეკლესია და მიყავს ქართული ხალხის ხონების გზაზე თუმცა ქართულმა ხალხმა ეს უნდა შეიშლოს და უნდა დაუჯეროს პატრიარქს და უნდა გახდეს მას ამ მიწიწებულ გზაზე. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთს. არ დაიყოს.